ბოლო დღეებში არაერთხელ ითქვა ის, რომ ვენესუელაში მომხდარმა მოვლენებმა პრაქტიკულად საბოლოოდ ჩამოშალა საუკუნოვანი საერთაშორისო სისტემა. თუმცა მსგავსი ტიპის იმპერიული ქმედებები შეერთებული შტატებისგან უცხო არ არის. შეიძლება მაგალითად გავიხსენოთ მანუელ ნოირიეგას შემთხვევა, შეიძლება გავიხსენოთ თანამედროვე ეპოქაში სადამ ჰუსეინის შემთხვევა, იგივე მუამარ კადაფის შემთხვევა, სადაც სხვადასხვა ბრუტალური სახით მოხდა სხვა სახელმწიფოს ლიდერების დაკავება, დაპატიმრება, მათი ლიკვიდაცია. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სისტემის ჩამოშლაზე, მხოლოდ მსგავსი ტიპის ქმედებები არ განაპირობებს ამას. პირველ რიგში აქ უნდა ვახსენოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღეს აღარ არსებობს. გასულ წელმა ეს კიდევ ერთხელ დაგვანახა, იგივე ისრაელ-ირანის კონფლიქტმა, იგივე ღაზაში მიმდინარე მოვლენებმა. მეორე, აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებმა პრაქტიკულად დაკარგეს ფუნქცია, თუ კი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ იცავს არც ერთ სახელმწიფო, მაშინ ის ორგანიზაციები, რომლებიც ეფუძნებიან ამ სამართალს, ისინი კარგავენ შინაარსს და განსაკუთრებით ასე ვთქვათ, შინაარსი დაკარგა მთავარ ორგანიზაციამ გაერომ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღეს არის მხოლოდ რაღაც პოლიტიკური ფორუმი, სადაც საერთაშორისო ლიდერები იკრიბებიან და საკუთარ აზრებს ცვლიან. ორგანიზაცია გარკვეულ ტიპის გადაწყვეტილებებს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქვედა დონეზეც კი ვეღარ იღებს, თუ რაღაც უმაღლეს დონეზე, უშიშროების საბჭოს დონეზე არ ჩავთვლით და ისიც უნდა ვახსენოთ, რომ შეერთებული შტატები უკვე თანამედროვე ამცირებს დაფინანსებას გაეროს მიმართ, თავარი დაფინანსებელი შეერთებული შტატები იყო და თუ ასე ვთქვათ, ეს ბიუჯეტის შემცირება გაგრძელდა გაეროს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე აქ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვაჭრობის საკითხი. საერთაშორისო ვაჭრობა, თავისუფალი ვაჭრობა პრაქტიკულად აღარ არსებობს. თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობა თავის დროზე თანამედროვე ეპოქაში შექმნა შეერთებული შტატებმა, გამომდინარე იქიდან, რომ ის მის ეკონომიკური ინტერესებს ემსახურებოდა, თუმცა ბოლო წლების სატარიფო დაპირისპირებებმა ეს ასე ვთქვათ, საერთო თავისუფალი ვაჭრობის პრიმატი პრაქტიკულად დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე შეიძლება ითქვას, რომ დასასრულს უახლოვდება თავისუფალი საზღვაო ნავიგაცია, რომელიც ასე ვთქვათ, ხელშეუხებელი თემა იყო აქამდე კაპიტალისტურ ეპოქაში. ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა ისიც, რომ თავდასხმება ტანკერებზე, ტანკერების დაკავებამ, რაღაც პირატული სახით გატაცებამ განაპირობა ის, რომ ასე ვთქვათ, არც ერთი კერძო სავაჭრო გემი უკვე აღარ არის დაზღვეული ასე ვთქვათ, მსგავსი ტიპის თავდასხმისგან, რაც ასე ვთქვათ, როგორც ვახსენეთ, საფრთხეს უქმნის თავისუფალ საზღვაო ნავიგაციას. აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ საერთაშორისო სისტემაში მთავარ გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის პრაქტიკულად აღარ არსებობს არც ერთი გლობალური უსაფრთხოების საკითხზე სტრატეგიული შეთანხმება, რითიც მოხდება იარაღის კონტროლი, განიარაღების პროცესი, ბირთვული იარაღის შემცირების პროცესი. ეს ასე ვთქვათ, ჩარჩო ხელშეკრულებები აღარ არსებობს, ამ ხრივათაც გარკვეულწილად ლიმიტები მოხსნილია, რაც გლობალური უსაფრთხოების ასე ვთქვათ, დამატებით ძირითად გამოწვევას უქმნის და რაც ასე ვთქვათ, ანტიპოდია იმ საერთაშორისო სისტემის, რაც არსებობდა, დაახლოებით შეიძლება ვთქვათ, რომ 1960-იან წლებიდან მოყოლებული და ბოლოს შეერთებული შტატების ქმედებამ ვენესუელის მიმართ აჩვენა ის, რომ დღევანდელ ეპოქაში უკვე არც ერთი პოლიტიკური ლიდერი აღარ არის დაცული, აღარ გზნობს თავს უსაფრთხოდ და არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს აღარ აქვს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, რაც რეალურად გამოიწვევს მომავალში ამა თუ იმ ქვეყნის მილიტარიზაციის ხარისხის გაზრდას, შიდა პოლიტიკების სეკურიტიზაციას და მსგავსი ტიპის პროცესი, ასე ვთქვათ, ტენდენციები შიდა პოლიტიკურ სისტემაში და ასე ვთქვათ, სამეზობლო პოლიტიკებში, ასე ვთქვათ, რეგიონული კონფლიქტების წარმოშობის მიზეზად შეიძლება გახდეს. შეიძლება დღევანდელობა შეფასდეს, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით საერთაშორისო სისტემაში ქაოსის კარიბჭესთან.